მამაო, დაგლოცეთ. დაგლოცეთ ხოლმე. მამაო, ადამიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს, წირვებს უნდა ესწრებოდეს, თუ შეიძლება რომ იშვიათად ეზიარებოდეს. რამდენად საჭირო არის ხშირი ზიარება და რა ძალიან კაი კითხვა, გიორგი. უფალი ბრძანებს, რომ ვინც არ ეზიარება, თანაზიარი ვერ იქნება ღმერთის და ის უფალთან ვერ იქნება. ანუ ვერ ცხონდება, ვინც არ ეზიარება და ვინც ეზიარება, რო ვთქვათ, რომ ის ყველა ცხონდება, რა თქმა უნდა, ესე არ არის. მაგრამ პირველ საუკუნის ქრისტიანები ცდილობდნენ ყოველდღე ზიარებოდნენ, ზიარება მიიღოთ. ეხლა ბერები, მონოზნები, სადაც ყოველდღიური წირვა-ლოცვა, აი ჩვენ მონასტერში მაგალითად ყოველდღიური წირვა-ლოცვაა და ჩვენ ყოველდღე ვეზიარებით. ამისთვის, რა თქმა უნდა, ვემზადებით და ყოველდღე ზიარება ეს განსაკუთრებული მომენტია. ეხლა ერის ადამიანისთვის ეს ძალიან მძიმე ჯვარი იქნება, იმიტომ რომ ზოგს ცოლი ყავს, ზოგს ქმარი ყავს, ბუნებრივია, ოჯახია, მუშაობენ და ვერ იმაშვებიან, ვერ მოახერხებიან, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც რო ეზიაროს, აი წირვაზე რომ მიდიან ადამიანები, წესით წირვას რო ესწრება ადამიანი, ის უნდა ეზიაროს. ყოველ კვირა წირვის დასწრება ეს ჩვენი ერთ-ერთი მცნება, მოიხსენოთ დღე იგი, შაბათი და წმინდა ყოთ იგი ეს. შაბათი ეხლა ნუ კვირა დღე, კვირეუსი, ერთ შაბათი ესე იყო. ხო და წირვას ვინც ესწრება და თუ სუფთად არის და მომზადებული, ის უნდა ეზიაროს აუცილებლად. ხშირად ამბობენ, რომ აი ახსარება არ მithქვია. ზოგი ცდილობს, რომ აი ყოველ ზიარებაზე ახსარება თქვას. არ არის ეს საჭირო ყოველ ზიარებაზე ახსარება. აი თუ რამე ისეთი დიდი ცოდვა ჩაიდნენ, რა თქმა უნდა თქვას ახსარება ყველაფერი, მაგრამ აი მოვალეობის და მოხდის მიზნით რომ მიდიან და აი რომ ჩამოარაკრაკებენ, აი ცოდე განკითხვა აპარტამენტრანანა ესე ჩამოათვლი. ეს არასწორი მიდგომაა აი ყოველ ზიარების წინ. ეხლა ჩვენ აი დედები, მამები ჩვენ ყოველდღე ვეზიარებით, მაგრამ ახსარებას ხან ორ კვირაში ერთხელ, ხან კვირაში ერთხელ, ხან თვეში ერთხელ ვამბობთ. გააჩნია ვის როგორ რა დაგვემართება და ამიტომ გვახსოვდეს ერთი რამე, რომ რასაც უფრო მეც ეზიარება ადამიანი, იგი უფრო და უფრო ახლო იქნება უფალთან, მაგრამ ეს ზერელი ზიარება არ შეიძლება. აუცილებლად ზიარება უნდა იყოს მომზადებული, მოწიწებით და არ უნდა თქვას, რომ მე მზათა ვარ. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავხდებით ღირსი წმინდა ზიარებისა. ვერასოდეს ვერავინ. ეს არის ღვთის დიდი მოწყალება, რომ იესო ქრისტე თავის სიხს და ხორცს გვაწოდებს თავის ნალურსმევი ხელით და ჩვენ თანაზიარნი ვხდებით მისი. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი შემოდის ჩვენში. და როცა უფალი ჩვენთანაა, ვისი და რისი უნდა გვეშინოდეს, ამ დროს ადამიანი განსაკუთრებულად დაცული, ამ დროს ადამიანი განსაკუთრებულ სიხარულს და სულიერ ნეტარებას გზნობს და ღმერთმა გვაღირსოს, რომ აი ჭეშმარიტი ზიარების სიხარული მუდამ გქონდეს ყოველდღიურად. ამინ. მადლობა და მამაო, კიდე ერთს ჩაგიკითხეთ, თუ შეიძლება, რომ ხანდახან არის, რომ ახსარებაში ვერ იხსნებიან მოძღვრებთან ხოლმე. ზოგი მალავს რაღაცა ცოდვას, იმიტომ რაღაცნაირად ერიდება და რაღაცა და მე შემდგომ ეზიარებიან ხოლმე. აი რამდენად არის, რომ შეიძლება ის დასასჯელი იყოს და სასჯელად გექცეს ზიარება და არა საკურნებლად. უფალი ძალიან მოწყალია. დამწყებ ადამიანს შეიძლება აპატიოს, რომ ბოლომდე ვერ იხსნებოდეს და რაღაც, მაგრამ როდესაც უკვე ადამიანი სისტემატიურად ზიარებს და როდესაც ადამიანი უკვე ქრისტიანი გახდა და ეკლესიური გახდა და ის შეგნებულად რაღაცას მალავს, აი მისთვის წმინდა ზიარება სამკურნებლად სულის და ხორცსა კი არა, ის უკვე გარდაიქცევა ცეცხლი უღირსთა შემწველად. ჩვენ ხო ვამბობთ, როდესაც გაგვაქვს წმინდა ბარძიმი, რომ შიშითა ღვთისათა სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით, შიშითა ღვთისათა. ეს რას ნიშნავს? უნდა გვახსოვდეს
რომ რა დიადია უფალი, რა წმინდა და ჩვენ რა ცოდვილები ვართ და როგორი მოწიწება, შიში და სიყვარული უნდა გქონდეს აი ამ ზიარების მიღების დროს. ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რა მე ღირსი ვარ და აი ესე გააღებს პირს და ეზიარება რაღაც აი თავმომწონებით, შეიძლება მას ეს ზიარება არ შეერგოს. ეს ზიარება შეიძლება მას უფრო მეტი შეიძლება ცეცხლი უღირსთა შემწველად გადაექცეს. ასე რომ არაფრის დიდებით დამალვა არ შეიძლება და არაფრის დიდებით იმის გააზრება, რომ მე ღირსი ვარ ზიარებისა და აი მე ღირსეულად ვეზიარე, ამის გააზრება და თქმა არ შეიძლება, იმიტომ ვერასოდეს ადამიანი იმ სიწმინდის დონეს ვერ მიაღწევს, რომ ის ღირსი გახდეს წმინდა ზიარების. თუ კი ვინმე ვეზიარებით, ეს არის ღვთის უდიდესი მოწყალება ჩვენზე. დიდება და მადლობა უფალს ამისთვის. მადლობა.